სრულად ცდილობს დააშინოს ტრამპი ბრაზილიური ატომური ბომბის აღდგენით. პრეზიდენტმა ეროვნული თავდაცვა თავისი მმართველობის გეგმის ნაწილად აქცია. დონალდ ტრამპი ახსენა, ისაუბრა გარე საფრთხეებზე და განაცხადა, რომ ბრაზილია არ უნდა აღმოჩნდეს მოულოდნელობის წინაშე. და წამოაყენა დებატის ცენტრში ბირთვული გაუვრცელებლობის პაქტის ჩავარდნა. მისი თქმით, დიდი სახელმწიფოები შეიარაღებულნი დარჩნენ, მაშინ როცა ბრაზილიას თავდაცვის ინდუსტრია დაუძლურდა. მინდა იცოდეთ, რომ ჩემი თავრობის პროგრამაში თავდაცვის საკითხი იქნება. პირველად მე ეროვნული თავდაცვის საკითხს თავრობის პროგრამაში შევიტან, რათა საზოგადოებრივ ვალდებულებას ავიღოთ. რა ტიპის თავდაცვა ვსურჩეთ? ამ ქვეყანაში პოლიტიკური მნიშვნელობა სწორედ აქ არის. ლულამ დატოვა სუვერენიტეტის გზავნილი დაპირისპირების ტონით, იმ დროს, როცა ტრამპმა ბრაზილიის არჩევნები დაიწყო განიხილა როგორც სტრატეგიული ტესტი შეერთებული შტატების გავლენისთვის ლათინურ ამერიკაში. ეს განცხადება უფრო ძლიერდება, რადგან ბრაზილიის კონსტიტუცია ბირთვულ საქმიანობას მხოლოდ მშვიდობიან მიზნებისთვის ზღუდავს და ნებისმიერი ფლირტი ბირთვულ იარაღთან აკრძალულია. ეს ეწინააღმდეგება კანონს, საერთაშორისო ხელშეკრულებებს და ეროვნული ბიუჯეტის რეალობას. ამიტომ ამ დროს 2026 წლის არჩევნები იწყებს ერთმანეთში შერევას, თავდაცვას, ორგანიზებულ დანაშაულს, საზღვარს, სუვერენიტეტს და გარეზეწოლას. რას ცდილობს ლულა ამ სიტყვით? რეალურად დაამტკიცოს. რატომ დაიწყო ტრამპმა ბრაზილიაზე როგორც გადამწყვეტ ნაწილზე ყურება? როგორ გახდა საზღვრებს გადაცილებული დანაშაული ამ დაპირისპირების ნაწილი? ყველაფერს მალე გეტყვი, თუ ასეთი პირდაპირი და მოურიდებელი კონტენტი მოგწონს. ლულამ განცხადება გააკეთა ფრეგატა კუნია მორეირას გაშვების და ნათლობის ცერემონიალზე, რომელიც იტაჟაიში აშენდა საზღვაო ძალებისთვის. ღონისძიება პოლიტიკურ ასპარეზად იქცა, რადგან პრეზიდენტმა თავდაცვის დრის წესრიგი გამოიყენა იმის სათქმელად, რომ ეს თემა მისი მთავრობის პროგრამაში შევა ხელახალი არჩევის კამპანიის დროს. როიტერსისა და აჟენსია ბრაზილიის ცნობით, ლულამ განაცხადა, რომ ბრაზილიამ უნდა მოემზადოს თავისი სუვერენიტეტის, სიმდიდრისა და ტერიტორიის დასაცავად. მხოლოდ ძველი აღჭურვილობის ჩანაცვლებაზე ან საერთაშორისო კრიზისების წინაშე იმპროვიზირებულ პასუხებზე არ უნდა ვიყოთ დამოკიდებული. ყველაზე მგრძნობიარე ნაწილი მაშინ იყო, როცა ლულამ გაიხსენა თავისი ხმა ბირთვული იარაღის გაუვრცელებლობის სასარგებლოდ და დააყენა კითხვა, ნამდვილად გააუქმეს თუ არა ამ ტიპის იარაღის მქონე ქვეყნებმა თავიანთი არსენალები. მან პაკისტანი, ჩრდილოეთ კორეა, ინდოეთი, ჩინეთი, რუსეთი და შეერთებული შტატები მოიყვანა მაგალითად როგორც ქვეყნები, რომლებმაც შეინარჩუნეს ან გააძლიერეს ბირთვული ძალა. რადგან ფაქტი, მოусმინეთ, ფაქტი ისაა, რომ მე ვიყავი კონსტიტუციის შემქმნელი. და მე იმათ შორის ვიყავი, ვინც ბირთვული იარაღის არ გავრცელებას უჭერდი მხარს. რადგან იყო ვალდებულება, რომ ვისაც ბირთვული იარაღი ჰქონდა, უნდა გაენეიტრალებინა. ვინმე გაანეიტრალა. მათ შემდეგ პაკისტანმა აიღო იარაღი, ჩრდილოეთ კორეამ აიღო იარაღი, ინდოეთმა აიღო იარაღი, ჩინეთმა აიღო იარაღი, რუსეთი და შეერთებული შტატები კი სულ უფრო მეტ ბირთვული იარაღს აწარმოებენ. და ჩვენ სულ ცოტა ხნის წინ ჩვენი თავდაცვის ინდუსტრია პრაქტიკულად გაკოტრებული იყო. მე ომი არ მინდა. მაგრამ არც მინდა მოულოდნელად დამიჭირონ. გემებზე, საზღვაო ინდუსტრიასა და სამხედრო მოდერნიზაციაზე საუბრის ნაცვლად, ლულამ ბრაზილია ჩართო გლობალურ ყველაზე საშიშ დებატში, შეიარაღების ბოლაში. ლულასთვის პრობლემა ისაა, რომ ბრაზილიას უბრალოდ არ შეუძლია სიტყვები ბომბის პროგრამად აქციოს. 1988 წლის კონსტიტუცია ადგენს, რომ ქვეყნის ტერიტორიაზე ბირთვული საქმიანობა მხოლოდ მშვიდობიანი მიზნებისთვის და ეროვნული კონგრესის დამტკიცებით შეიძლება განხორციელდეს. თავად ბრაზილიის მთავრობა ოფიციალური ჩანაწერებით აღიარებს, რომ ბრაზილია ბირთვული იარაღის გაუვრცელებლობის ხელშეკრულების წევრია 1988 წლიდან. ტრამპი ამ ისტორიაში ჩაერთო ჯერ კიდევ მანამდე, სანამ ბირთვულ თემაზე საუბარი გაძლიერდებოდა 2026 წლის 24 ივნისს. აჟენსია ბრაზილმა დააფიქსირა, რომ შეერთებული შტატების პრეზიდენტმა გააზიარა Newsmax-ის სტატია, სადაც ბრაზილიის არჩევნები ლათინურ ამერიკაში შემდეგ დიდ გამოცდად იყო მოხსენიებული. სტატიაში ნათქვამი იყო, რომ ბრაზილია რეგიონის უდიდესი ქვეყანაა და რომ საპრეზიდენტო არჩევნები შეიძლება იყოს ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ბრძოლა ნახევარსფეროში. დაძაბულობა კიდევ უფრო გაიზარდა, რადგან ლულამ უკვე მოუწოდა ტრამპს არ ჩარეულიყო ბრაზილიის არჩევნებში.
Reuters-მა 2026 წლის 17 ივნისს დააფიქსირა, რომ ლულამ აღიარა ტრამპის პოლიტიკური პრეფერენციის უფლება, მაგრამ აღნიშნა, რომ ბრაზილიის შესახებ გადაწყვეტილება ბრაზილიელებს ეკუთვნით. ტრამპმა თავის მხრივ განაცხადა, რომ ბრაზილია პოლიტიკურად საშიშ და რთულ მდგომარეობაში იყო. ეს დაპირისპირება ზრდილობიანი დიპლომატიის ფარგლებს გასცდა და ძალაუფლების ბრძოლაში გადაიზარდა. ლულა ცდილობს თავის სუვერენიტეტის დამცველად წარმოაჩინოს, ტრამპი კი ცდილობს აჩვენოს, რომ ბრაზილია სტრატეგიულად მნიშვნელოვანი საზრუნავი გახდა. ორგანიზებული დანაშაული გახდა ყველაზე კონკრეტული კავშირი ბრაზილიის არჩევნებსა და შეერთებული შტატების ინტერესებს შორის. 2026 წლის მაისში მარკო რუბიომ გამოაცხადა, რომ შეერთებული შტატები პრიმეირო კომანდო და კაპიტალსა და კომანდო ვერმელიოს უცხოურ ტერორისტულ ორგანიზაციებად გამოაცხადებდა, რაც ძალაში შევა 5 ივნისიდან. უცხოური ტერორისტული ორგანიზაციები, რაც ძალაში შევა 5 ივნისიდან. Reuters-მა დააფიქსირა, რომ ფლავიო ბოლსონარომ ეს საკითხი ვაშინგტონში განიხილა და მისი მოკავშირეები ამ თემას საზოგადოებრივი უსაფრთხოების თემისთვის მეტი წონის მისაცემ გზად მიიჩნევდნენ. ბრაზილია თანაცხოვრობს დაჯგუფებებთან, რომლებიც მოქმედებენ სხვადასხვა შტატში, იბრძვიან მარშრუტებისთვის, ატრიალებენ ფულს და უკვე უცხოური ხელისუფლების ყურადღების ცენტრში არიან. როდესაც ეს ქსელები აშშ-ის ტერიტორიაზე აღწევენ, საკითხი მხოლოდ ბრაზილიის საჯარო უსაფრთხოების პრობლემა აღარ არის. ის ხდება საერთაშორისო უსაფრთხოების, ფინანსური სისტემის, საზღვრის, ტრაფიკინგისა და სანქციების თემა. ლულა ცდილობს უპასუხოს სუვერენიტეტითა და ეროვნული თავდაცვით, ტრამპი კი პასუხობს ზეწოლით, კლასიფიკაციით, სანქციებითა და საარჩევნო კუთხით შეფასებით. შუაში ბრაზილიელი მოქალაქე უყურებს დაპირისპირებას, სადაც ორგანიზებული დანაშაული პოლიტიკურ საწვავად იქცა. ბირთვული გავრცელებლობის შესახებ საუბარიც ლულასთვის საშუალებაა, რომ ყურადღება გადაიტანოს და არ უპასუხოს მხოლოდ დაჯგუფებებზე, სანქციებზე, დაუცველობაზე და პრობლემებზე. Sanções insegura. რომ ეს არ იყოს მხოლოდ საუბარი სუვერენიტეტზე, შეიარაღებულ ძალებზე და უსაფრთხოების დაცვაზე, არამედ შეიარაღებულ ძალებსა და ტერიტორიის დაცვაზე. ემოციური ძალის სტრატეგიაა, რადგან ეს ეროვნული სიამაყის საკითხია, მაგრამ ასევე არსებობს რისკიც. რადგან ბირთვული თემის გამოყენება როგორც მესიჯი ტრამპისთვის, ზოგისთვის შეიძლება მტკიცე ნაბიჯად ჩანდეს, სხვებისთვის კი საშიშ იმპროვიზაციად. ბრაზილიას სჭირდება დაცვა, დაცული საზღვრები, ძლიერი დაზვერვა და რეალური ბრძოლა დანაშაულის ფულთან. ეს არ მოითხოვს ატომურ ტრაბახს. ამას სჭირდება სახელმწიფოს მუშაობა. ფლავიო ბოლსონარო ამ სცენარში ჩნდება, რადგან უსაფრთხოების თემა საერთაშორისო მასშტაბს ირებს. ის ვაშინგტონში იმყოფებოდა, ესაუბრა შეერთებული შტატების ხელისუფლებას და კრიმინალური დაჯგუფებების თემა ორმხრივი ურთიერთობის ცენტრში წამოაყენა. 2026 წლის არჩევნები ამ არასასიამოვნო კითხვაზე გადის. უსაფრთხოება ეროვნულ პრიორიტეტად განიხილება თუ კვლავ დროებითი პოლიტიკური თამაშის მძევლად დარჩება. იტაჟაიში გამოსვლა აჩვენებს, რომ ლულა ცდილობს დაიკავოს ის სივრცე, რომელსაც მემარცხენეები დიდი ხნის განმავლობაში ერიდებოდნენ. თავდაცვა, შეიარაღებული ძალები, სამხედრო ინდუსტრია და მტკიცე სუვერენიტეტი. მაგრამ ის ამას იმ დროს აკეთებს, როცა ტრამპი ბრაზილიას რეგიონული დაფის ნაწილად აქცევს და როდესაც სანქციები დედაქალაქის პირველ ბრძანებასთან დაკავშირებულ ქსელებზე ღრმა ჭრილობას აჩენს. ბირთვული იარაღზე საუბარი ბრაზილიურ ბომბს მაგიდაზე არდებს, მაგრამ საზოგადოებრივ დებატებში მძიმე კითხვას აყენებს. მთავრობა სურს ერის დაცვა თუ უბრალოდ გარეშიშის გამოყენება საკუთარი ნარატივის გასამაგრებლად. გასამაგრებლად სწორედ აქ იღებს 2026 წელი სხვა მნიშვნელობას. არჩევნები აღარ იქნება მხოლოდ ეკონომიკაზე, სოციალურ პროგრამებზე ან პოპულარობაზე. ეს იქნება ასევე იმის შესახებ, ვის ექნება ავტორიტეტი დაპირისპირდეს დაჯგუფებებს, აწარმოოს მოლაპარაკებები შეერთებულ შტატებთან, შეინარჩუნოს სუვერენიტეტი და არ დაუშვას, რომ ბრაზილია კომფორტულ დერეფნად გადაიქცეს. საერთაშორისო კრიმინალური ქსელებისთვის. ლულამ გააკეთა აქცენტი თავდაცვის საკითხებზე და ტრამპს გაკრიტიკა ბირთვული გაუვრცელებლობის მარცხის გახსენებით. ტრამპმა ბრაზილიის არჩევნებს შეხედა როგორც გავლენის ტესტს. ორგანიზებულმა დანაშაულმა გადაკვეთა საზღვრები და აიძულა მსოფლიო ბრაზილიის შიგნით ჩაეხედა. დიდი მადლობა, რომ ეს ვიდეო ბოლომდე ნახეთ. მხარი დაუჭირეთ ჩვენს პროექტს და ფინანსურად დაგვეხმარეთ იმ პიქსის გასაღების საშუალებით, რომელიც თქვენს ეკრანზე ჩანს. ჩვენ ვართ დამოუკიდებელი არხი, რომელიც მიზნად ისახავს, რომ სიმართლე გაცოდინოთ. თქვენი წვლილი გვეხმარება, რომ საქმიანობა გავაგრძელოთ.